თუ რამე შესაძლებლობა გააჩნია და მის ქვეყანა ამ დროს ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი, მართლა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თავისი შესაძლებლობები თავის ქვეყანას მოახმაროს. ბატონო ირაკლი, როგორც ვიცი, შესაბამისად აქედან გამომდინარე არ მესმის რაღაც ის უაზრო ლოგიკა, რომ მოსკოვში დავდივარ იქ ვიღაც პარტნიორებს ვეძებ. ჯერ ჩემი გადაადგილება არ არის ესეთი ადვილი კონსპირაციულობის თვალსაზრისით, რომ ახლა მოსკოვში ისე გამოჩნდე. პაվել შერემეტთან სასამართლო მაქვს, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტია თქვენ კი გეცნობათ, მოსკოვში უკვე 2 თუ 3 თვეა და მაგ მოტივითაც კი არაძუს არ მიფიქრია ის, რომ მაგ მოტივით ჩასულიყავი რუსეთში, ასე რომ დაივიწყო ეგეთ ზღაპრებზე ფიქრი და ეგეთ ჭორების მონაგონით ჩემი რაღაც დისკრედიტაცია. ჩემი დისკრედიტაცია თუ რამე დოზით შეეძლოთ, ეს უკვე მომხდარია და ამას იქით ნამდვილად ვეღარ შეძლებენ ისინი. კარგი, ბატონო ირაკლი, კიდევ მინდა ერთხელ ომის თემას დავუბრუნდეთ. თქვენ არც თუ ისე დიდი წარმოადგენლის ხართ, რამდენადაც ვიცი ხელისუფლების სიმამაცეზე. თქვენი აზრით, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გადავიდა საბრძოლო ქმედებებზე, რამ შეაგულიანა ისინი? მართლა იყო ქართული ჯარი მზად იმისთვის, რომ რუსეთისთვის ომი მოეგო, თუ რუსეთიდან ჰქონდათ მათ გარკვეული გარანტიები და მოლაპარაკებები გარკვეულ პირებთან იმისა, რომ ეს ომი არ დამთავრდებოდა საქართველოს დამარცხებით? ეს ერთ-ერთი მტკივნეული თემაა, ერთ-ერთი ისეთი თემაა, რომელზეც ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუნდაც 5 წუთი, მგონი დროც ბევრი აღარ დაგვრჩა, შეგვიძლია მაგაზე თალკი დრო. ეხლა უბრალოდ აი მოკლედ თუ შეგიძლიათ გითხრათ, მაგრამ ზოგადად კი, კონკრეტული მიზეზი რა იყო? კი ბატონო. რამდენიმე მიზეზს დაგისახელებთ, რამაც სააკაშვილი მიიყვანა უშუალოდ იმ მომენტში აი ამ გადაწყვეტილებამდე. საზოგადოებისთვის უცხო არ არის ის, რომ გარკვეულწილად მეც ვიყავი ერთი პერიოდის განმავლობაში. ამასაც ხალხს გავუსვავ ამ გადაწყვეტილების მომხრე, მაგრამ ის კონკრეტული მომენტი, რომელიც სააკაშვილის მხრიდან იყო შერჩეული, განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. ერთი ის, რომ მან დაინახა, რომ 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ მისი იმიჯი და მისი რეპუტაცია ქვეყანაში სერიოზულად შეირიყა. მან დაინახა, რომ მან წააგო ფაქტიურად საპრეზიდენტო არჩევნები და ბოლოს რომ არა ჯორჯ ბუშის განცხადება მისთვის შედეგების შეჯამებამდე არჩევნების მილოცვისა მას არანაირი ლეგიტიმაციის საფუძველი არ ჰქონდა ამ არჩევნების მოგების თვალსაზრისით. მან დაინახა, რომ წააგო საპარლამენტო არჩევნები. ის იყო სრულიად გაკოტრებული ბრჭყალებში აი ამ ყველა ფორმატის გათვალისწინებით და რჩებოდა ერთადერთი რამ, რომელიმე ტერიტორიის დაბრუნების მეშვეობით საკუთარი ამ გაკოტრების რეაბილიტაცია. ჩათვალა, რომ ოლიმპიადის წინ ყველაზე კარგი მომენტი იყო იმის გამო, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება იქით იყო მოპროფილი და აქედან გამომდინარე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ეხლა დანარჩენი კონკრეტული დეტალები როგორ ვითარდებოდა რუსეთთან, რომელი ჩინოსანთან რა ლაპარაკი ჰქონდა თუ ის რას პირდებოდნენ, ეს ხა ცოტა ისეთ ძალიან დაწვრილი მანება გამოგვივა, მაგრამ თავის დროზე ამაზე საუბარი აუცილებლად მოუწევს ყველას. კარგი, დაუშვათ მოახერხეთ ის, რომ დაბრუნდით საქართველოშიც და აქტიურ პოლიტიკაშიც. როგორ გესახებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა გზით? თქვენ როგორ მოიქცევით? აშკარად შემიძლია გითხრათ, რომ ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ თემით მანიპულირებას გააგრძელებს და საზოგადოებას დაპირდება, რომ ის არის გადამწყვეტი ამ პრობლემისა, უახლოესი 5, 6 თუ 10 წლის განმავლობაში 10 თუნდაც. ის პოლიტიკოსი მხოლოდ ვლნებს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას. ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია უახლოესი 2-10 წლის განმავლობაში. სანამ სოფლიოში არ შეიქმნება სრულიად განსხვავებული და ახალი რეალობა და სანამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრებული პოლიტიკით და გრძელვადიანი პოლიტიკით არ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც დავარწმუნებთ აბსოლუტურად ყველას, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული. რომ ეს ტერიტორიები ჩვენია და ეს ტერიტორიები ჩვენ უნდა დავებრუნოთ უკან. ლეგიტიმაციის თვალსაზრისით დე-იურე, მოდით ესე ვთქვათ, ამ ფრონტზე ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის მოკავშირედ გვეყოლება და ეს ომი ყოველთვის მოგებული გვექნება რუსეთთან. ანუ მათი მხრიდან ცხინვალის და აფხაზეთის აღიარებით აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვალა. მე უფრო მეტიც რაღაც სახის ინტუიციით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი აღმოჩნდნენ ამ თავიანთი გაუაზრებელი გადაწყვეტილების მძევლები, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ, ეს პლუსია ჩვენთვის და შეგვიძლია რუსებთან სასაუბროთ ეს გამოვიყენოთ. მაგრამ ერთი რამეც არ სახაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომელიც საზოგადოებას დაპირდება, რომ ხვალზე ეს პრობლემა მოგვარებადია ერთი ხელის დაკვირით, ესე არ არის და ჩვენ ხალხი აღარ უნდა მოვატყუოთ. გასაგებია. ჩვენ გქონდა საკმაოდ უნიკალური შანსი ამ პრობლემის მოგვარებისა, ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული. ახლა უნდა ველოდოთ შესაბამის დროს, შესაბამის ვითარებას და მხოლოდ ამის მერე გააზრებულად ნაბიჯ-ნაბიჯ შეგვიძლია მივიდეთ აქამდე. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება არჩევნების შემდეგ მოვლენები და უშვებთ თუ არა, რომ საქართველოში შეიძლება მოხდეს რაიმე სახის უსისხლო თუ სისხლიანი გადატრიალება? ამით ძალიან აშინებენ დღეს მოსახლეობას.
ეს არის ხელისუფლების კოზირი, რითაც საკუთარი სხვადასხვა სფეროში საკუთარ წარუმატებლობას ამართლებს და მეორე მუდმივად დათვიმოდის რეჟიმში ამყოფებს თავის ხალხს. ეს ერთი მხრივ მათთვის კარგია ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ ძალიან ცუდია ქვეყნის არასტაბილურობის და ქვეყნის რყევების კუთხით. აბსოლუტურად არაფერი არ მოხდება არჩევნების მერე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამის თუ ვინმეა ზოგადად რაიმე სახით არჩევნების შემდეგ ესკალაციის გაკეთებელი, მე ნაკლებად მესახება ახლა ვინმეს კონდეს ან ამის мотиваცია, ან ამის ინტერესი. სანამ ელემენტარულად გარკვეული სახის ნდობა არ გაჩნდება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომ სიტუაცია უნდა შევცვალოთ და უნდა შევცვალოთ აი ამ გზით, მაგალითად, რაღაც სახის გზას არ დაისახავენ, მანამდე აბსოლუტურად არაფერი არ იქნება. თავისთავად არაფერი არ ხდება. და შესაბამისად მუდმივი მოლოდინები, მე გეტყვით აი პირდაპირ, რომ წელს ეს რეჟიმი დამთავრდება გარკვეული სახის ძალისხმევით პოლიტიკოსების მხრიდან და უმტკივნეულოდ. მაგრამ არ დამთავრდება ჩემი ესე ნათქვამით. ყველამ თავის კამარი თუ არ მოიჭირა და ყველამ თავისი რაღაც ერთი აგური ამ საქმეს თუ არ დაადო, ისე არაფერი არ გამოვა. კარგი, და კიდევ ერთი ბატონო ირაკლი, უბრალოდ ეს ძალიან სკანდალური თემაა და არ შემიძლია ჩვენი საუბრის ბოლოს არ გკითხოთ. ეს არის იარაღით ვაჭრობის თემა, რომელზეც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, დაკავებულია 22 ამერიკელი ჩინოვნიკი და ერთ-ერთმა მათგანმა საქართველოსაც მიუთითა, როგორც ამ ბიზნესში ჩართულ ქვეყანაზე. თქვენ და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების მიზეზად და საუბრის თემად სწორედ ამას ასახელებენ. სიმართლე შეესაბამება თუ არა, დიახ, სიმართლე შეესაბამება თუ არა ის, რომ საქართველო მართლაც არის ჩართული აი ამ უკანონო ბიზნესში და როგორ შეიძლება ეს ხელისუფლება შემოუბრუნდეს? ეს არის პერიოდი თუ ამერიკაში აღძრულ საქმეს იქონიებთ ხედელობაში, ეს არის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი და სააკაშვილის ბიძა და ბიძაშვილი ერთმანეთში ამ იარაღის მიღებული შემოსავლებიდან გარკვეულ აღებულ საკომისიოს ვერ იყოფდნენ, ასე რომ მათ ერთმანეთში გაარკვევენ თემა არნაირად მე არ მეკავშირდება, არნაირად არ მაწუხებს და არ მაგალებს, ასე რომ ეს მათი პრობლემაა. ანუ ადასტურებთ იმას, რომ ასეთი ბიზნესი შეიძლება არსებულიყო და საქართველო ყოფილიყო ჩართული. კი, რა თქმა უნდა, ის საკომისიოები, რომლებიც 2007 წლის განმავლობაში, 2008 წლის ომამდე აიღებოდა ქართული ჩინოსნების თუ მათი შუამავლების მიერ იარაღის შესყიდვებიდან ხმარდებოდა ან იმვალების გასტუმრებას, რომლებიც დაიხარჯა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, ან მათი უშუალო კეთილდღეობას, ასე რომ ეს უცხო არ არის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი კარგად ითვლებოდნენ ხელს. გასაგებია, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ანუ რამდენად ახლო მომავალში ფიქრობთ, რომ იქნება სიტუაცია ისე, რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოში? როდესაც პოლიტიკურ პარტნიორებს ვიპოვი, გარკვეული პოლიტიკური გეგმის თვალსაზრისით, აი ამის მერე შემიძლია კონკრეტული დრო დაგისახელოთ. ანუ ჩემი საქართველოში დაბრუნება დაკავშირებულია პარტნიორების არსებობასთან. კარგი, დიდი მადლობა ჩართვისათვის, გემშვიდობებით. მადლობთ. ასეთი იყო პირდაპირი საუბარი ეკაბერიძესთან ერთად, ხვალ ზუსტად 10 საათზე ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.